საფრანგეთში ყოფილმა ქმარმა საქართველოს მოქალაქე მოკლა 33 წლის ქალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან იყო. ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა ქალი მას ცოტა ხნის წინ დაშორდა. ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ეძებს. სამთვიანი პაუზის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე დუმილს დაარღვევს. თხოვდნენ თუ არა მას ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და ყველა კითხვას უპასუხებს. მის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმეში ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა მიაწოდა. მისი თქმით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია. კითხვაზე იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ. რიჟვაძემ ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა. დააკავეს კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი წევრი თამთა გოგოლაძე, მასაც სავარაუდოდ გზის გადაკეტვას ედავებიან. გოგოლაძეც იმ 4 ადამიანს შორისაა, ვინც პოზიტივიმ რამდენიმე დღის წინ დააკავებულად წინასწარ გამოაცხადა. გზის გადაკეტვის გამო 3 დღით პატიმრობა შეეფარდა ნიკა კვიტატიას. ლიეტუამ ბელარუსთან საზღვარი განუსაზღვრელი ვადით დაკეტა. გამშვები პუნქტები მას შემდეგ დაიხურა, რაც ლიეტუის საჰაერო სივრცეში რამდენიმე ობიექტი შევიდა, რომლებიც სავარაუდოდ ჰელიუმის ბუშტები იყო.